დადგება თუ არა გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი ამის საფუძველი შესაძლოა აუდიტის სამსახურის მძიმე დასკვნა გახდეს. დაუსაბუთებელი პრემიები, თანამშრომლებზე გაცემული დაუსაბუთებელი ანაზღაურება და ბიუჯეტიდან გაფლანგული ფული. პაკონტროლებელი უწყება არაერთ ფინანსურ დარღვევაზე მიუთითებს. კონკრეტულად რა წერია დასკვნაში დეტალებს თამარ დემეტრაშვილი მოუყვება ფორმულას მაყურებელს. თამარ გისმენთ. აუდიტის სამსახურის ანგარიში ფაქტობრივად ადასტურებს, რომ 2022-23 წლებში გაზისა და ნავთობის კორპორაციაში ფინანსური ვაკხანალი ატრიალებდა. ირკვევა, რომ კორპორაცია ხარჯავდა იმაზე მეც, ვიდრე ეს წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული და ამას არც კი უთანხმებდა ეკონომიკის სამინისტროს. ბიუჯეტირების პროცესი ფაქტობრივად ფორმალური იყო. სწორედ ამ სიტყვებს წერს აუდიტის სამსახური საკუთარ დასკვნაში. აუდიტმა გამოავლინა ისიც, რომ კორპორაცია მომწოდებლებთან ხელშეკრულებებს ცალკეულ შემთხვევებში 10%-იანი ფასნამატით აფორმებდა, ასევე სრულყოფილად არაფასებდა იმ სამუშაოების ღირებულებასაც, რასაც თავად აკეთებდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თანხები, რომლებსაც კორპორაცია ხარჯავდა, სამუშაოების რეალურ ღირებულებას აჭარბებდა. ცალკე საკითხია თანამშრომლები, რომლებზეც დაუსაბუთებელადაა გაცემული მილიონობით ლარის პრემია. აუდიტი წერს, რომ 2022-23 წლებში იმის გამო, რომ არ აქვთ განსაზღვრული, რატომ და რისთვის უნდა მისცენ თანამშრომელს ფინანსური წახალისება, დაუსაბუთებლად 7.200.000 ლარია გაცემული პრემიების სახით. პრემიები არ მოუკვლიათ არც კორპორაციის მენეჯმენტს. 2022 წელს 700.000 აიღეს, 2023 წელს კი თითქმის მილიონი. 61 თანამშრომლებს, რომლებიც იმ მომენტში არც მივლინებაში იყვნენ და არც შვებულებაში, ქვეყნის საზღვრები აქვთ დატოვებული და მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში არ იმყოფებოდნენ, ხელფასები მაინც გადაუხადეს, ჯამში 139.000. აუდიტის სამსახურმა ვერ გაარკვია საერთოდ რა საქმიანობდა კორპორაციაში 117 შტატგარეშე თანამშრომელი. არავითარი დოკუმენტი მათი შესრულებული სამუშაოების შესახებ კორპორაციაში არ ინახება. შესაბამისად, აუდიტით დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია, რომ გაზისა და ნავთობის კორპორაცია ოცნებასთან დაახლოებული პირების ფორმალური დასაქმების სივრცე იყო. საინტერესოა ახლა მოყვება თუ არა რაიმე გაგრძელება ამ უმძიმეს დასკვნას, მით უფრო რომ კორპორაციის მაშინდელი ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი ლევან დავითაშვილთან ერთად სუსში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა. ნავთობისა და გაზის კორპორაცია იყო ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და დღესაც არის ერთ-ერთი ყველაზე არაგამჭირვალი, არაეფექტიანი ორგანიზაცია, სადაც სახელმწიფო რესურსები იფლანგება, იხარჯება არარაციონალურად და უმრავლეს შემთხვევაში ნებისმიერი შესყიდვა, ნებისმიერი სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვა არის სწორედ პირადი კეთილდღეობისა ან პარტიული ინტერესების უზრუნველყოფა და არა სახელმწიფოს ინტერესების გატარება. ისიც რომ ნავთობისა და გაზის კორპორაციამ შექმნა შვილობილი კომპანია შპს გასაცავის მშენებლობა, იქ იყო დასაქმებული სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირი და მათთან აფილირებული კონკრეტული პირები, ჩინოვნიკები იღებდნენ ანაზღაურებას, თუმცა სახელმწიფო გასაცავი არ აშენდა და დღეს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით კვლავ არის მომატებული საფრთხის მქონე და მომატებული რისკების მქონე სახელმწიფო. არაფერს არ აკეთებდნენ და ხელფასს ტყუილად იღებდნენ. ასევე ადამიანები, რომლებიც იმყოფებოდნენ მივლინებაში და მივლინების დასრულების შემდეგ, არანაირ წერილობით დასკვნას არ წერდნენ, ანუ რა ახალი გაიგეს, ან რა ჩამოიტანეს, ან რა გამოცდილება უნდა გაუზიარონ, ანუ მივლინებებში დადიოდნენ მხოლოდ და მხოლოდ ეგრეთ წოდებულ საშოპინგოდ, ანუ მაღაზიებში სავაჭროდ დადიოდნენ გაზის ტრანსპორტირების თანამშრომლები. მეც ხარჯავდნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ვიდრე უნდა დაეხარჯა და ამას ემატება კიდევ საწვავის ხარჯი, როდესაც არასამუშაო საათებში, არასამუშაო დღეებში, მაშინ როდესაც იყვნენ შვებულებებში, ისვენებდნენ, მოძრაობდნენ სახელმწიფო ავტომობილებით და ასხავდნენ სახელმწიფოდან გამოყოფილ ბენზინს. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ყარავდნენ ფულს. გაზისა და ნავთობის კორპორაციისთვის არ ყოფილა უცხოარც საერთო სენი სახელმწიფო დაწესებულებისა, ირკვევა, რომ ორგანიზაციას კანონით დადგენილ რაოდენობაზე 19 მანქანით მეტი ყავს და ემსახურება ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ავტომანქანა კანონით საერთოდ არ ეკუთვნით. ასევე ყავთ იმაზე მაღალი კლასის მანქანები, ვიდრე მთავრობის დადგენილებითაა განსაზღვრული და ამ ყველაფრის დაგვირგვინებაა ის, რომ არასამუშაო დროს შვებულებებსა და მივლინებების დროს დაუსაბუთებლად დახარჯული აქვთ 30.322 ლიტრი საწვავი და ეს მხოლოდ 2 წელში მოხდა.